2026 წელი ალბათ ოქროს საბადო აქ ისრის ექიმებისთვის, რადგან ღმერთო მგონია რომ ყოველდღე გეოპოლიტიკური შოკი გვხვდება. Холод 24 საათის წინ საუბრობდი პროექტ თავისუფლება პერსპექტივებზე, იმ სისტემაზე, რომლის შექმნაც შეერთებულ შტატებს სურდა, რათა გაეყვანა ურეში გაჭედილი გემები. შემდეგ მარკო რუბიომ მოისინჯა თავი 2028 წლის რესპუბლიკური ნომინაციისთვის და პრესკონფერენცია გამართა. ჩაანაცვლა რა მუდმივი პრესმდივანი კაროლინ ლევიტი, რომელიც დეკრეტულ შებულებაშია. ხოჩაღ რუბიოს რომ ჩაერთო და კიდევ ერთი ვაკანცია შეავსო თეთრ სახლში. როგორც არ უნდა იყოს, რუბიომ თქვა, ციტირებ, ოპერაცია დასრულებული. ეპიკური რისხვა ადმინისტრაციის მიერ ირანის ომისთვის მიცემული სახელი ასეა. პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა, რომ ამ ეტაპს ვამთავრებთ, კარგი? ეხლა გადავდივართ ამ პროექტ თავისუფლებაზე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შეიძლება არც ასე იყოს. მოგვიანებით, დღის განმავლობაში, დონალდ ტრამპმა True Social-ზე გამოაცხადა, ციტირებ, პროექტი თავისუფლება მცირე ხნით შეჩერდება, რათა დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების საბოლოოდ მიღწევა და ხელმოწერა ირანთან. შემდეგ სწორედ ამ დილით Axios-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, ASS-ში და ირანი ახლოს არიან ერთგვერდიან მემორანდუმთან ომის დასასრულებლად, აცხადებენ ოფიციალური პირები. მაგრამ როცა სტატიას კითხულობ, იგებ რომ ერთგვერდიანი მემორანდუმი ომს არ დაასრულებს. კარგი. და იმის დასარწმუნებლად ტრამპმა რამდენიმე საათში True Social-ზე დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია იქნება, მათ შორის ირანისთვისაც. ან ბომბები ბევრად უფრო მაღალი დონითა და ინტენსივობით განახლდება, ვიდრე ადრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად აბსურდულ სამყაროში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ფრთხილი ოპტიმიზმისთვის გარკვეული ადგილი მაინც არსებობს. ძირითადი სიტყვა ფრთხილი და არაფერი ისეთი, რასაც ის სათაური მიანიშნებს. დღეს მინდა აგიხსნათ, რატო არსებობს ამჯერად რეალური იმედი. განვიხილო, რა შეიძლება იყოს იმ ერთგვერდიან მემორანდუმში, რომელიც ომს დაასრულებს. და ბოლოს მოკლედ თქვა, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი. მაგრამ ჯერ ოპტიმიზმი. ვიცი რომ ამ ადმინისტრაციას ბევრი რამის თქმა უყვარს. ასევე ნაწილობრივ მიხარია, რომ საზოგადოებაში უფრო მეტად აღიარებულია ის, რომ ამ გზავნილებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ამავდროულად თუმცა მოხდა გადაჭარბებული რეაგირება, როდესაც ტრამპი აცხადებს რაღაცებს, რომლებიც მაშინვე უგულებელყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თან ახლავს ძვირადღირებ უქმედებებს. ფაქტობრივად, ჩვენ უგულებელყოფთ კლიშეს მეორე ნაწილს და საჭიროა დავაკვირდეთ, რა ხდება აქ. გუშინ მე აღნიშნე პროექტ Freedom-ის თანდაყოლილი ნაკლოვანებები. შეერთებული შტატები სწორად არ გააცილებდა გემებს ყურედან, როგორც ირან-ერაყის ომის დროს, არამედ უბრალოდ გემების გაყვანის კოორდინაციას გაუწევდა. არანაირი შანსი არ იყო, რომ ირანი ამაზე დათანხმდებოდა. ამიტომ ეს საუკეთესოდ შეიძლება აღიწეროს როგორც პროგრესი საწყის მდგომარეობასთან შედარებით, მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი გამოსავალი ურეში გადაზიდვების ომამდელ დონეზე აღსადგენად. მართლა ასე იყო, ამ პროგრამის ფარგლებში 2 გემი გაიარა. ცუდი არაა თუ გავითვალისწინებთ რა მცირე ხანს გაგრძელდა ეს პროგრამა. 2 ნამდვილად ჯობს ნულს, მაგრამ მაინც მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი მედიის ტრაბახის მიღმა, ტრამპის ადმინისტრაცია აღიარებს სისტემის შეზღუდულ და რისკიან ბუნებას, თუმცა სწორად აღნიშნავს, რომ რაღაცას მაინც აკეთებდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნიშნავს, რომ პროგრამის შეჩერება რეალურ ინფორმაციას გადასცემს. ჩვენ გადავდივართ იმ მდგომარეობიდან, როცა სპარსეთის ყურიდან რამდენიმე გემი გადიოდა, იმ მდგომარეობაში, როცა საერთოდ აღარ გავა გემი, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში. ამის გაკეთების მიზეზი ის არის, რომ ფიქრობთ, მალე უკეთესი გადაწყვეტა გამოჩნდება და ამის დიდი შანსი არსებობს. ანუ რომ ირანი შეამსუბუქებს შეზღუდვებს ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებაზე და ყველას უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რამდენად მარტივია Truth Social-ის posts უმნიშვნელოდ ჩათვალო, ვფიქრობ, აქ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. თუმცა ამავდროულად აღნიშნავდი, რომ თუ ვთქვათ, არსებობს 20%-იანი შანსი, რომ შეთანხმება უახლოეს დღეებში შედგეს, ხარს დროებით შეჩერდეს რისკიანი ევაკუაციის სტრატეგია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგვიძლია ერთდროულად ვიფიქროთ, რომ საერთო პროგრესი ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა Project Freedom-ის შეჩერება კარგ სიახლედ მივიჩნიოთ. ეს გადაგვიყვანს დღევანდელი თავგადასავლის მთავარ ნაწილთან, იმ ერთგვერდიანი მემორანდუმის შინაარსთან, რომელიც თითქოს და ომს დაასრულებს. არა, მოდი სინამდვილეში წავიკითხოთ სტატიის შინაარსი. ციტატა:
მემორანდუმში ჩამოყალიბებული ბევრი პირობა დამოკიდებული იქნება საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე, რაც ტოვებს ომის განახლების ან გაურკვეველი მდგომარეობის შესაძლებლობას, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია, მაგრამ რეალურად არაფერი მოგვარებულა. ეხლა ნება მომეცით წინასწარ აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში არაფერი არის ნამდვილად საბოლოო. გარედან აღსრულებადი კონტრაქტები არ არსებობს. თუ ნებისმიერ მომენტში ვინმე გადაწყვეტს, რომ არსებული სისტემა მათთვის აღარ მუშაობს, მათ შეუძლიათ დაიწყონ ან თავიდან დაიწყონ ომწყონ ომი. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ერთგვერდიან მემორანდუმს შორის, რომელიც ომს დაასრულებს, და ერთგვერდიან მემორანდუმს შორის, რომელიც მხარეებს შორის მომავალ მოლაპარაკებებს წარმართავს. კიდევ ერთხელ, მე ამას ოპტიმიზმის საფუძვლად მივიჩნევდი, რომ შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდეს და საბოლოოდ რაიმე ტიპის თვითახსრულებადი შეთანხმება ამოქმედდეს. ამის მიუხედავად მე კარგად ვიცი, რომ არ უნდა ვიჩქარო მოვლენების წინ წასვლა, არ უნდა დავითვალო წიწილების შემოდგომამდე ან სხვა მსგავსი გამონათქვამები. მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, რა წერია ამ ეგრეთ წოდებული ომის დამასრულებელ მემორანდუმში. იქნება 30 დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ეტაპობრივად გაიხსნება ყველა ტრანსპორტისთვის, რითაც დასრულდება ბლოკადის ორივე მხარე. ირანი ქვეყნიდან გაიტანს მაღალგამდიდრებულ ურანს. ირანში ურანის გამდიდრებაზე 12-15 წლიანი მორატორიუმი დაწესდება, ხოლო ამის შემდეგ გამდიდრების ზღვარი 3.77%-ზე იქნება შეზღუდული. გაითვალისწინეთ, რომ ურანის 235-ის 3.67%-იანი კონცენტრაცია საკმარისია ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობისთვის, მაგრამ არასაკმარისია ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ირანი შეწყვეტს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების ექსპლუატაციას. ირანი პირობას დადებს, რომ არასოდეს შექმნის ბირთვულ იარაღს. ეს სრულიად უსარგებლო ზომაა საერთაშორისო ურთიერთობების სამყაროში, თუ შეიძლება შევამატო. ირანი დაექვემდებარება გაძლიერებულ ინსპექციის რეჟიმს, თითქმის უეჭველად საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ეგიდით. ეს რეალურად მნიშვნელოვანია, რადგან ინსპექტორებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ირანი ასრულებს შეთანხმებას. შეერთებული შტატები მოხსნის ირანზე ეკონომიკურ სანქციებს და გაათავისუფლებს სხვადასხვა ამჟამად გაყინულ ირანულ აქტივებს. ერთი გვერდის მემორანდუმისთვის ეს საკმაოდ დეტალური გეგმაა იმისა, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების დარჩენილ ნაწილში. მაგრამ თუნებას დამთავრთ, ეხლა უამრავ კითხვას დაგისვამთ და ნათელი გახდება, რომ ერთი გვერდი რეალურ შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. თუ სრუტე ეტაპობრივად გაიხსნება, რა თანმიმდევრობით თხვეტენ ქვეყნები ბლოკადას? რომელი გემები მიიღებენ პირველ გასვლის უფლებას? შეუძლიათ თუ არა ნაამსაცმენთ გემებს დაუყოვნებლივ შევიდნენ სრუტეში, რომ ეს პროცესი გაამარტივონ? ვინ მიაწვდის ნაღმსაცმენთ გემებს? ევროპა ჩაებმება ამ პროცესში, როგორც მე ყოველთვის ვაფრთხილებდი. ფრანგეთი იქნება პირველი, ვინც იქ მივა, რადგან ახლახან გამოაცხადა, რომ ავიამზით წითელ ზღვაში აგზავნის, რათა სწრაფად გადავიდეს ჰორმუზის სრუტეში. ვინ ჩაიბარებს ირანიდან მაღალგამდიდრებულ ურანს? როგორი იქნება გადაცემის ჯაჭვი, როცა ურანი ირანიდან სხვასთან გადავა? რა მოუვა ურანს შემდეგ? ვინმე იყიდის მას? გააზავებენ მას 3.67%-მდე და დაუბრუნებენ ირანს მისი ბირთვული ელექტროსადგურებისთვის. როგორ აპირებს ირანი თავის ბირთვულ ელექტროსადგურებს საწვავით მომარაგებას სხვა შემთხვევაში? როგორ შეიძლება ვინმე მიცოდეს ირანის მიერ გადაცემული რაოდენობა ნამდვილად ის რაოდენობაა, რაც ირანს აქვს? რა მოუვა ყველა იმ ცენტრიფუგას, რომლებიც ურანს 60 რაღაც პროცენტამდე ამდიდრებენ? გაანადგურებენ მათ? თუ IAEA-ს უწყვეტ მონიტორინგს დაექვემდებარებიან? რამდენად სწრაფად შეუძლიათ ინსპექტორებს გადაწყვიტონ ობიექტის მონახულება? ვინ ირებს გადაწყვეტილებას ამ ობიექტების არჩევასთან დაკავშირებით? არის თუ არა რაიმე შეზღუდვა ინსპექტორების ეროვნებასთან დაკავშირებით? არის თუ არა შეზღუდვები იმაზე, სად შეუძლიათ ინსპექტორებს წასვლა, მხოლოდ გამოცხადებულ ობიექტებს თუ შეუძლიათ ეწვიონ? რა მოხდება თუ შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ ირანი არადეკლარირებულ ობიექტს საიდუმლოდ იყენებს ურანის გამდიდრებისთვის? შეუძლიათ თუ არა IAEA-ს ეწვიოს ამ ობიექტს? რა ხდება სხვა სამხედრო ობიექტებთან დაკავშირებით? შირებით. შეშფოთებულია თუ არა ირანი იმით, რომ IAEA-ს ვიზიტები ქვეყნის მასშტაბით გამოავლენს მნიშვნელოვან არაბირთვულ საიდუმლოებებს? ვინ მოაწერს ხელს ირანში ამ შეთანხმებას? ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატები, რომ ქვესახელმწიფოებრივი აქტორი არ შეეცდება შეთანხმების ჩაშლას? რას ვაკეთებთ? რა ხდება? ერთ დროს მოგვიწევს საბოლოოდ შევაფასოთ, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი. ეხლა ვფიქრობ, რომ მინიმუმ ღირს ამ კითხვის დეტალები ზოგად ჭრილში განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არაერთგვაროვნად საუბრობდა,
იყო თუ არა რეჟიმის შეცვლა ამ ომის მიზანი, რთულია ომის დაწყების დროის ახსნა, თუ ეს მიზანი არ იყო. და სუმცირე ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მე თავ შევიკავებდი ძლიერი განცხადებების გაკეთებისგან გრძელვადიანი შედეგების შესახებ, რადგან ირანის მთავრობამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს იმაზე, რაც ქვეყნის შიგნით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელია რომ 1 წლის შემდეგ რეჟიმის ცვლილებას ვიხილოთ, რაც არ მოხდებოდა რომ არა შეერთებული შტატების მიერ ამ ომის წამოწყება. მაგრამ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულაციაა და რეჟიმის ცვლილების მოლოდინი შემცირდა იმ საწყის მოლოდინთან შედარებით, რაც ომის დაწყებისას არსებობდა. ბირთვულ ფრონტზე მაჩვენებლები კარგად არ გამოიყურება. შეთანხმებისთვის განხილული ვადები საოცრად გავს ერთობლივ ყოვლის მომცველ სამოქმედო გეგმას, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმდა. მაგრამ აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია აღსანიშნავი. პირველი, JCPOA-ზე ხელმოწერა 10 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა და 2026 წლიდან 10-დან 15 წლამდე ვადა უფრო გრძელია ვიდრე 2015 წლიდან 10-დან 15 წლამდე ვადა. და მეორე, ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი განადგურებულია, ამიტომ ქვეყანას ჯერ ეს უნდა აღადგინოს, რათა ბირთვული პროგრამის დაცვა შეძლოს. ეს თავის მხრივ ირანის შეთანხმების შესრულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ეს მთლიანობაში ფრეჩანს, თუ მხარეები დაბრუნდებიან ომამდელ სტატუს კვოზე, როგორც ახლა არის შეთავაზებული. მე ჯერ კიდევ ხედავ, როგორ განიხილავენ მთავარი საინფორმაციო საშუალებები, რომ თითქოს მსოფლიო შეიცვალა, იმიტომ რომ ირანმა გაიგო რა ძალა აქვს ჰორმუზზე, რაც მოყვარულის შეცდომის დონეზე სასაცილოა. ირანს ყოველთვის იცოდა, რომ ჰორმუზის სრუტეზე ეს ძალა ჰქონდა. ამ კონფლიქტის დროსაც გამოიყენა ეს ძალა და მომავალშიც შეეძლება ამ ძალის გამოყენება. ბოლო ნაწილი, რომელსაც დასავლეთში ცოტა ყურადღებას აქცევენ, მაგრამ რეგიონში პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ირანმა განჭვრეტად მომავალში დაკარგა რეგიონში ძალის პროექციის უნარი. ირანს აღარ შეუძლია სამხედრო დახმარება გაუგზავნოს თავის წინააღმდეგობის პარტნიორებს იმავე დონეზე, როგორც წინა ათწლეულებში. რაც ნიშნავს, რომ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არიან საუდის არაბეთი და ისრაელი, ცხოვრება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ცოტა უფრო მარტივი გახდება. ეხლა ხირდა ეს? ეს პოლიტიკური კითხვაა, ამიტომ თქვენი პასუხები განსხვავებული იქნება. ეჭვგარეშეა, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ფასი გადაიხადა ოპერაციაში დახარჯული რესურსების თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, რომ სრუტის ომამდელ სტატუს კვოზე დაბრუნება არ აუქმებს იმ ეკონომიკურ ზიანს, რაც ამ დროის განმავლობაში მიადგა. ეჭვგარეშეა, რომ ამის შედეგად შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო გააღიზიანა თავისი ტრადიციული მოკავშირეების უმეტესობა. ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელი მომხმარებლები გაღიზიანებულნი არიან ბენზინის ფასების ზრდით. ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელი მომხმარებლები კვლავ განიცდიან გაღიზიანებას 6 თვეში, როდესაც დავიწყებთ უფრო მაღალი საკვების ფასების შედეგების დანახვას. მოგვიწევს ამ შედეგების გავლენების გადახედვა 6 ან 7 წელიწადში. განსაკუთრებით იმ მხრივ, რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მოთხოვადობას, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა თავი გაუხსნა. საკითხი ისაა, რომ არსებობდა გარკვეული დანახარჯები, არსებობდა გარკვეული სარგებელი და თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებთ ამ დანახარჯებს ამ სარგებელთან შედარებით. მაშ, რა არის ჩვენი დღევანდელი მთავარი დასკვნები? მე ფრთხილად ოპტიმისტურად ვიქნებოდი დღევანდელი ამბების მიმართ, თუნდაც თუ საწყის მდგომარეობასთან შედარებით გაუმჯობესება არ იძლევა დადებით წმინდა მოლოდინს. ფრთხილად იყავით იმაში, თუ რამდენად შეუძლია ერთგვერდიან მემორანდუმს საბოლოო შეთანხმების განსაზღვრა. და იმის გათვალისწინებით, რომ გააქვთ ობიექტური ინფორმაცია სრუტეში მომხდარის შესახებ, საბოლოოდ მაინც თქვენზეა დამოკიდებული გადაწყვიტოთ, ღირდა თუ არა ამისთვის ჰეშტეგის აგორება. ამავდროულად, ასევე თქვენზეა დამოკიდებული, რა გსურთ შემდეგ ნახოთ. შესაძლოა ამ არხის დაკავშირებული ვიდეო ან გეოპოლიტიკის დახმარების ვიდეო მეორე არხიდან. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად. რგად